ერთადერთი კაცი ხარ, ვინც აკეთებს ქართულ სასიამოვნო. ქართულ იარაღს და ჩვენი არხი არის იარაღის განხილვა, ან შესასვლელი იარაღის. თუ კიდე აკეთებს ამ ხეობაში ვინმე ესეთ მაჭახელას თოფის. თოფი მაჭახელა ხეობაში კი არა, საქართველოში კი. ამიერკავკასიაში არ არის ადამიანი, რომ სახლის პირობებში მზადდებოდეს ლულა. მეიარაღები ძალიან ბევრი არიან. სამჭედლო ძველი ტექნოლოგიით ლულას სამწუხაროდ ერთადერთი ოსტატი ვარ, რომ ვამზადებ ცეცხლსასროლი იარაღის ლულას. ანუ აი ეს ლულა თოფის არის დამზადებული თქვენ, აი ეს თქვენი დამზადებულია? დიახ. არა, ეს ძველი ლულა. აი ეს ძველი ლულა. ეგენი ჩემს მიერ შესრულებულია ყველა. მე დამზადებული მაქვს 24 ცეცხლსასროლი იარაღის ავტორი ვარ. ედე იგივე მეორდება და სხვადასხვა საკეთებს. მე ძირითადად ვმუშაობ, ერთადერთი ეგზემპლარი დღეს არის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში, ჩვენ იქ ჩავედით, ავიღეთ ზომები და ძირითადად ვმუშაობ აი იმ ზომებზე. ეს იარაღი აგერ რაც არის წარმოდგენილი თოფი მაჭახელა, ის ზუსტად იმ თოფის ბუტაფორია, რომელიც თვია ქუთაისში. ამ მექანიზმს თქვენ ამზადებ? დიახ, ყველაფერს. თქვენზე გამიგონია ისროლა კიდევაც რომ ასულა. ჩვენ საჩუქრად გადავეცით, ასეთი კეთილი ადამიანი მოვიდა ჩემამდე, ნუკლი დიასამიძე. ნუკლი დიასამიძე არის თუ გაგიგიათ გულები მეულუდ კინოში არის გულები დიასამიძეებია, მეულუდ დიასამიძე. ეს ცოცხალ ისტორიასთან დაკავშირებული აი იმ დიასამიძეების მემკვიდრეა. მან შეიძინა ჩემიდან თოფი, მოვიდა მაჭახელა თოფი მინდაო, მე მქონდა მაშინ აი მაგალითად ეს არის ჩემს მიერ დამზადებული პირველი ცეცხლსასროლი იარაღი. ეს არის სრულიად სხვა ფანტაზიით, არანაირი თადმინაგად ჩემი ფანტაზიით არის შექმნილი და მეორე მქონდა ზუსტად ესეთი. ეს მაშინ ხდებოდა